საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ ვადგენთ, რომ თავდაცვის სამინისტროდან ამ ეტაპისთვის გათავისუფლებული არის სულ 9 თანამშრომელი სხვადასხვა დეპარტამენტიდან. თითოეული მათგანი ღიად დააფიქსირა პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და თითოეულ მათგანს ხელი აქვს მოწერილი პეტიციაზე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით თავდაცვის სამინისტროს უკვე ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროში დაიწყო რეპრესიები ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც ღიად და დაუფარავად საუბრობენ და აფიქსირებენ ქართული ოცნებისგან განსხვავებულ პოზიციებს. ჩვენ ვარკვევთ, რომ თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა შესაბამისი კომისია და ამ კომისიას უნდა დაედგინა, ვინ დარჩებოდა თავდაცვის სამინისტროში და ვის გაათავისუფლებდნენ. საუბარი არის ადამიანებზე, რომლებიც 20 და 25 წლიანი გამოცდილებით მუშაობენ თავდაცვის სამინისტროში. რა თქმა უნდა, ჩვენ დავინტერესდით და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დავუსვით კითხვა, რამდენად ჰქონდათ კომისიის წევრებს შესაბამისი კომპეტენცია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიეღოთ ადამიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ასეთი კომპეტენცია არც ერთ მათგანს არ გააჩნია. ხელის მომწერები, ვინც ვიყავით პეტიციაზე, ფაქტიურად ნახევარზე მეტი გამოუშვეს. რაღაცა კომისია შეიქმნა და ამ კომისიამ გადაწყვიტა, რომ განიხილა კანდიდატები, მოკლედ ვის ჩამოხრჩობა და ვის დახვრეტა. და ვინ შედიოდნენ ამ კომისიაში, ვინ იღებდა გადაწყვეტილებას იღებდნენ თავდაცვის სამინისტროს მოადგილეები, HR, გენერალური ინსპექცია, განებაც მაქვს ხელთ კომის ოქმი მოგვეცით, ან წაგვაკითხეთ რის საფუძველზე. ბოლოს ისე გამოვიდა HR-ის თანამშრომელი წყობიდან, რომ საერთოდ ეს კომისია არ უნდა შეგვექმნაო, ერთ-ერთ ჩემ თანამშრომელს უთხრეს, ისე უნდა გაგვეყარეთ სამსახურიდან. რეალურად რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ადამიანები არიან, ესე ტენდენცია ჩანს ყოველ შემთხვევაში, რომ არიან პეტიციაზე ხელმომწერი პირები და შესაბამისად ვუკავშირებ ამ გათავისუფლებას ამ კონკრეტულ ამბავს, მათ შორის ჩემს ამბავს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის განყოფილება სრულად გაუქმდა. თქვენ ხართ პეტიციაზე ხელმომწერი? დიახ, მე ვარ. 2016 წლის 1 იანვრიდან 9 წლისა და 2 თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების საჭიროება ვერ დაინახა. არასოდეს დამავიწყდება აქ მოსვლის განცდები და ჩემთვის ღვთაებრივი, ხუჭრიანი დროშის ფრიალით გამოხატული დაუსრულებელი ემოციები. ევროატლანტიკური გზა, რომელიც ერთადერთ სწორგზად მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, იყო ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი ფაქტორი ამ კედლებში ყოფნისას. მთელი ამ წლების განმავლობაში. ქვეყნის მთავარი კანონის 78 მუხლის ერთგულება და შესაბამისი განცხადების ხელმოწერა გამოხატავდა ჩემი პრინციპებისა და სახელმწიფოს მიერ არჩეული გზისადმი მტკიცე ერთგულების აქტს და აბსოლუტურად არაფერს სხვას. სამშობლოს ცნება მეტია ვიდრე ხელფასი. ვინც ამავე ემოციით მოხვედით ან ახლა მოღვაწეობთ ამ და სხვა საჯარო სამსახურის კედლებში დამეთანხმებით. საბჭოთა ოკუპაციის დღეს დროშებით დაშვებულია, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ყველაზე ლამაზი და ამაყი დროშა მაინც იფრიალებს სოხუმსა და ცხინვალში. ერთ, არა ცივ, თბილ მზეიან დღეს. მადლობა ყველა ჩემს კოლეგას დაუვიწყარი წლებისთვის და იცოდეთ, ერთი აგურის დადება ამ ქვეყნისთვის ყველას მოგვიწევს. დიდება გმირებს, დიდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საქართველოს. თავდაცვის სამინისტროში რეპრესიები გრძელდება და გრძელდება წმენდა. თავდაცვის სამინისტროს ატოვებინებენ ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ღიად და დაუფარავად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გათავისუფლებულ ადამიანებს, თითოეული მათგანი აპირებს სამართლებრივ დავას თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.